ერთმანეთს ხვდებიან იბერია 1999 და მოყვარულთა ლიგა. ეს სახელგანთქმული არგენტინელი სამხრეთ ამერიკის ორგზის საუკეთესო ფეხბურთელია. 2008 და 2009 წელს შემწედ მიიწვიეს. ვაუ. რანაირად. რა და შემდგომი 2 წელიწადი გუნდის ისტორიაში ყველაზე ცუდია. მოგესალმებით ყველას, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production Studio წარმოგიდგენთ საფეხბურთო ინტელექტუალურ თამაშის ფანების ლიგის მორიგ შეხვედრას. მე თავიდანვე გეტყვით, რომ ჩვენი წლევანდელი სეზონის გამარჯვებული წყვილი გაემგზავრება სლოვაკეთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების საქომაგოდ. და დღეს გვაქვს მორიგი მეოთხედფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ხვდებიან იბერია 1999 და მოყვარულთა ლიგა. გაგაცნობთ გუნდების შემადგენლობას, დავიწყებ იბერიათი, ბაკურ ხუბულავა და პაატა ჩახვაშვილი. მოგესალმებით, ბიჭებო, როგორ ხართ? გამარჯობა, კარგად, თავად? რა ვიცი, მეც ესე ვარ, ჭკვიანად, ვარ კარგხასიაძე. როგორია განწყობა? ნახეთ, რამდენიმე თამაში უკვე პირველი წრის და რა ის შეგექმნათ, შტაბეჭდილება, რა ემოციებით ხართ? როგორ სეზონს ელოდებით? საკმაოდ დაძაბული შეხვედრები და თამაშებია, იმიტომ რომ მეორე სეზონზე უკვე, ასე ვთქვათ, დონე მაიწია კონკურენციის და საინტერესოს ხდის მთლიანად სეზონს, თამაშებს და უკომპრომისო ბრძოლები იქნება, როგორც ჩანს. წარმატებებს გისურვებთ და თქვენი მოწინააღმდეგე გუნდი შარშანდელი სეზონის ფინალისტი გუნდი მოყვარულთა ლიგა, გოგა მაჭარაშვილი და ცოტნე კვარაცხელია. მოგესალმებით. მოგესალმებით. თქვენ როგორ ხართ? რა ხდება თქვენსკენ? განვაახლეთ მე-10 საიუბილეო სეზონი და ველოდებით შარშანდელი რეკორდის მოხსნას. შარშანდელი რეკორდი გუნდების მხრივ 471 გუნდი ყავდა გამოყვანილი საქართველოს მასშტაბით და წელს ვეცდებით 500-მდე ავიდეთ. აუ, ძალიან მაგარია, ესე იგი 471 სამოყვარულო გუნდი. თან 11-11-ზეა. არ არის ადრე. ხო, რა თქმა უნდა, თან თავის შეცვლებით 20 კაცი მაინც არის და ამდენი ხალხი რომ მოწყვიტო იმას რა ქვია. რაღაც სხვადასხვა საქმეებს და ფეხბურთში ჩავა ძალიან მაგარი საქმე, ძალიან კარგია, ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ, რა თქმა უნდა, წარმატებას გისურვებთ. თქვენ როგორი განწყობით ხართ ამ სეზონზე? ჩვენ ვეცდებით შარშანდელი შედეგი გავაუმჯობესოთ. აჰა, გაუმჯობესება ხოლმე გაცხადება, მაგრამ წაგებისთვის არ მოსულოთ. კი ბატონო, რა თქმა უნდა, წარმატებას გისურვებთ, რა თქმა უნდა, თქვენს. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ წესები, თითქმის უცვლელია, მცირე ცვლილება შევიდა, რომელიც უკვე შემდეგ მეორე ტურში იქნება და იმას მე გეტყვით. მოგვიანებით, იქამდე კი შეგვიძლია დავიწყოთ უცხოური ტური, სადაც 5 კითხვა, პასუხები არის დასწრებაზე, ვაჭერთ და მხოლოდ ამის შემდეგ პასუხობთ. რა თქმა უნდა, თითო ქულა, თითო სწორ პასუხზე და შეგვიძლია დავიწყოთ მაშასე იბერია მოყვარულები, უცხოური ტური, პირველი შეკითხვა. ამ შესანიშნავმა იტალიელმა ნახევარმცველმა კარიერა ამერიკაში, ნიუ-იორკ სიტიში დაასრულა. თუმცა საუკეთესო წლებში სამივე აპენინურ გრანდში მოასწრო თამაში. ანდრეა პირლო. ანდრეა პირლოს სწორი პასუხია, კი ბატონო, სწორი პასუხია და 1-0 დაწინაურდა იბერია. მალევე გასცეს პასუხი და მეორე შეკითხვა. ამ რამდენიმე წლის წინ, როცა ლივერპულის ფანებმა კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები გამოარჩიეს, გლაზგოში დაბადებული ეს კაცი პირველ ნომრად აღიარეს. ის 1977 წელს შეუერთდა ლივერპულს, მანამდე კი სელტიკის მაისურით გახონდა გოლები. სხვათა შორის ის გახლავთ პირველი, რომელმაც 100-ზე მეტი გოლი გაიტანა შოტლანდიის და დაასწრო მოყვარულთა ლიგამ. იანრაში? არა, იანრაში არ არის სწორი. დავასრულებ კითხვა თქვენთვის. მანამდე სელტიკის მაისურით გახავთ, სხვათა შორის ის გახლავთ პირველი, რომელმაც 100-ზე მეტი გოლი გაიტანა შოტლანდიის და ინგლისის ჩემპიონატებში. 1985 წელს ეიზელის ტრაგედიის შემდეგ, როცა ჯო ფეგანმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, ის მოთამაშე მწვრთნელი გახდა და ლივერპულს ისტორიაში პირველად დუბლის შესრულებაში დაეხმარა. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა ინგლისის ჩემპიონატიც მოიგო და თასიც. კენი დაგლში. კენი დაგლში სწორი პასუხია. გლაზგოში დაბადებული იანრაში უელსზე რატო წახვედით? მქონდა ეგ ვერსია პირველი. მართლა იქ ცოტა უფრო ადრე ცველოდი ამ კითხვაზე პასუხს, მაგრამ არა, ჩვენ მქონდა და უბრალოდ მეგონა რომ დაგვასწრეს და მაგაზე დაგვასწრეს და რატომაც უელსზე წავედა. არა უშავ, ჯერჯერობით 2-0 ჯერ. ეგრევე ხო გითხარი. არაფერი ისეთი. უცხოური ტურის მესამე შეკითხვა. ეს სახელგანთქმული არგენტინელი სამხრეთ ამერიკის ორგზის საუკეთესო ფეხბურთელია 2008 და 2009 წლებში.
მისი მეტსახელია ლაბრუხიტა, ეშმაკუნა. რადგან ლაბრუხას ეშმაკს მამამის არანაკლებ სახელოვან მოთამაშეს ისე იბერიამ დაასწრო. ისმენთ? ხუან სებასტიან ვერონი უნდა იყოს ეს. ხუან სებასტიან ვერონი იყო. იმატონო, სწორი პასუხია, ხუან სებასტიან ვერონი. რომ მამამისიც ძალიან ცნობ ლაბრუხა და ლაბრუხიტო. კი ბატონო, ეშმაკი და ეშმაკი. 3-0 ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. ლევერკუზენის ბაიერის ერთადერთი ევრო ტიტული 1988 წელს მოგებული UEFA-ს თასი ამ წვრთნელს უკავშირდება. 1978 წელს, როცა ჰელმუტ შიონმა ბუნდესნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, მის შემცვლელად ეს სპეციალისტი განიხილებოდა. არა, განიხილებოდაო. განიხილებოდაო. აუ, აი, მოდი. განიხილებოდა და დერვალი იყოს, იუპ დერვალი. არ არის სწორი პასუხი. თქვენ ბოლომდე შეგიძლიათ მოგესმენთ განიხილებოდაზე უკვე დაწერილი ქონდა. ხო, განიხილებოდა და კი ბატონო. ეს სპეციალისტი განიხილებოდა, თუმცა გუნდში მხოლოდ იუპ დერვალის თამაშებწედ მიიწვიეს. გერმანიის ნაკრები მან 1998 წელს ჩაიბარა და შემდგომი 2 წელიწადი გუნდის ისტორიაში ყველაზე ცუდია. კაცი, რომლის სახელი და გვარი უნდა გამოიცნოთ, სამარცხვინო დასრულებული ევრო 2000-ის შემდეგ გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ხავით. არცადოთ გუნდს. თუ გახსენდებათ, აბა? აუ, ვიჩქარეთ რა. რა. გისმენთ, რამე შეგიძლიათ უპასუხოთ ნებისმიერი? ვინ? კრისტოფ დაუ. არა, დაუ არ არის. ერიხ რიბეკია, ასისტენტია, არ უნდა ერიხ გვეჭქარ. რიბეკია, სწორი პასუხი ანგარიში 3-0. ყველა ცოტა ხანი დარჩა და უცხოური ტურის ბოლო შეკითხვა. ეს სამხრეთ ამერიკული გუნდი პირველია, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. ამხარაგური შეხვედრა 2006 წელს გაიმართა, ისმენთ? ურუგვაი. არ არის სწორი პასუხი. ეს სამხრეთ ამერიკული გუნდი პირველია, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. ამხარაგური შეხვედრა 2006 წელს გაიმართა და მათი 1-0 გამარჯვებით დასრულდა. ამ ნაკრებმა მხოლოდ ორჯერ მოიგო კოპა ამერიკა. ბოლოს 1979 წელს. სამაგიეროდ ერთ-ერთია, რომელიც მსოფლიოს პირველ 1930 წლის ჩემპიონატში მონაწილეობდა. მსოფლიო ჩემპიონატებზე საუკეთესო შედეგი 2010 წელს აჩვენა, როცა მეოთხედფინალში გავიდა. ამ გუნდის ერთ-ერთი მეტსახელია თეთრ წითლები. საუკეთესო გოლიადორი კი როკე სანტა კრუზი გახდა. პარაგვაია, კაცო, რა თქმა უნდა. ისმენთ? პარაგვაი. პარაგვაის სწორი პასუხია. ზოგადად ანგარიშია 3-1 უცხოური ტურის შემდეგ და გადავდივართ ფოტოტურზე. ფოტოტურზე გეტყვით, მცირე სიახლე გვაქვს მეგობრებო. ფოტოები იქნება ისევ ისე, პირველი ფოტო იქნება 3-4-ზე ფოტო, ანუ ფეხბურთელი უნდა გამოვიცნოთ. მეორე ფოტო არის საერთაშორისო მატჩიდან, ან მსოფლიო ჩემპიონატი, ან ევროპის ჩემპიონატი, ან ჩემპიონთა ლიგა. მესამე არის უკვე ქართული თემატიკა, რომელიც არის ორქულიანი, ან საქართველოს ნაკრები, ან რომელიმე ქართული კლუბის ევროთასების მატჩი. უბრალოდ მცირე ცვლილება არის ის, რომ ამჯერად ეგრევე მთლიანი ფოტოები აღარ გამოჩნდება, ჯერ გამოჩნდება ფოტოს ერთი ფრაგმენტი. თუ გამოიცნოთ, შეგიძლიათ დააჭიროთ ხელი და უპასუხოთ. თუ ვერც ერთი ვერ გამოიცნოთ, რაღაც 5 წამში უკვე მეორე ფრაგმენტს დავამატებთ, მერე მესამე და შეივსება ფოტო. ორქულიანია? თითო ქულიანია, ქართული ისევ ორქულიანი. მაშასე, თავი ერთ ქულიანი შეკითხვა, ფოტოტურის პირველი შეკითხვა 3-4-ზე. თუ შეიძლება ჩავრთოთ პირველი ფოტო. ფეხბურთელი უნდა დავასახელო. კი ბატონო, ფეხბურთელია გამოსახული, მხოლოდ აი ამ ფრაგმენტით თუ მიხვდებით, თუ არა და შეგიძლიათ არიჩქაროთ და დაველოდოთ მეორე ნაწილს, შემდეგ ნაწილს. არ არის პასუხი, დავამატოთ კიდევ ერთი ფრაგმენტი. აი თითქმის უკვე ნახევარი ჩანს. ხო არ გვახსოვს ვინ არის? არ გვახსოვს? შემდეგი მაშინ უკვე ალბათ თლიანი ფოტო გამოჩნდება. ასე ხო არ გვახსოვს? დააჭირა იბერია. აი, მოკლედ, მყარი ვერსია არ გვაქვს, მაგრამ იყოს სავიჩევიჩი. სავიჩევიჩი მყარი ვერსია გამოდგა ამ ყველაში. თავისთავად უბრალოდ ვერ გავრისკეთ რაღაცა ისე, ანუ. ხო. დეიან სავიჩევიჩი იყო, სწორი პასუხი. რატო გახსოვდა? მე არ მახსოვდა მაგალითად. არა, მე უთხარი გახსოვდა და მე ანუ რაღაც იუგოსლავიაა, მე რაღაც ანუ ასი რაღაცა ტოპიკები და 4-1 ანგარიში. 4-1 ანგარიში და შემდეგი ფოტო ეს თამაში ხო? საერთაშორისო მატჩიდან, შემდეგი ფოტო გახლავთ საერთაშორისო მატჩიდან. პირველი ფრაგმენტი თუ შეიძლება ვაჩვენოთ. აქაც იგივე ლოგიკა იქნება. დააჭირა ისევ იბერია, გისმენთ?
ურუგვაი განა ასამოაგიანი აცილებს 11 მეტრიან. ურუგვაი განა სწორი პასუხია. მუნდიალი. ან სუარეს გამოაქვს. ურუგვაი განა სწორი პასუხია. 5-1 ანგარიში. 5-1 ანგარიში და წავიდა უკვე ქართული თემატიკა. ახლა უკვე ორქულიანია მეგობრებო და ფოტო თუ შეიძლება პირველი ფრაგმენტი ფოტოსი. აი ეს ნაწილი ისე ვიბერიამ დაასწრო. გისმენთ? მე მითხარი ბარემ, რადგან უკვე დაჭერილი გაქვთ? კაი გასახსენებელი თამაშია, მე მგონი დინამო და კრაკოვის ვისლა. ვაჰ, რა ვისლას ფორმა გახსოვდა? სწორი პასუხია, დინამო და ვისლა, სწორი პასუხია. კი ბატონო და 7-1 ანგარიში. დინამო ამ თამაშის. ამ თამაშის მერე მოვხდი ჯგუფში, ხო, 2-1 მელქაძემ და გატანილი გოლით გავედით. 4-3 ქონდა წაგებული და აქ მოვიგეთ 2-1 მელქაძემ გაიტანა და მეორე ნემსაძემ და მელქაძემ, ხო. მოკლედ ანგარიში არის 7-1 და მეგობრები ჯერ ყველაფერი წინ არის, თქვენ კი იცით, ქართული ტური გვაქვს წინ, რომელიც არის ორქულიანი. ასე რომ თქვენ სრული მობილიზება ბიჭებო, 7-1 და ვიწყებთ ქართულ ტურს. ქართული ტურის პირველი შეკითხვა. ეს მეკარე დინამოს კარს იცავდა, როცა თბილისელებმა 1973 წელს ესპანეთის ქალაქ უელვაში დავით გოგია. ვაჰ, რანაირად. ესე უცებ რითი 73 წელს 73 წელი გაგახსენე. კარგი, სწორია. 7-3 ანგარიში დავით გოგია სწორი პასუხია. შემდეგი შეკითხვა. 90-იანი წლების ეს გამორჩეული ნახევარმცველი თბილისის დინამოს შემადგენლობაში 1994-98 წლებში ზედიზედ 5-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. 1996 წელს, როცა პირველად გათამაშდა საქართველოს სუპერთასი, ბათუმთან 4-0 მოგებულ მატჩში მან ბოლო გოლი გაიტანა. 1995 წლის ივნისში, როცა პირველად ითამაშა ნაკრებში, ჩვენი გუნდის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახლდათ. ის 3-ჯერ იყო ნაკრების კაპიტანი. დინამოს შემდეგ 7 სეზონი ითამაშა ფრაიბურგში. და კობიაშვილი. არ არის სწორი კობიაშვილი. ბოლომდე შეგიძლიათ მოისმინოთ. ფრაიბურგში 2009 წელს კი ისლანდიასთან მარცხის შემდეგ, სადაც ასევე კაპიტანი იყო, სანაკრებო კარიერა დაასრულა. გისმენთ? ნახევარმცველი ორი ყიაშკო. ხო, იასო. სკიტიშვილი. სკიტიშვილია, სწორი პასუხი. სკიტიშვილი. აი, ვიჩქარეთ. მე როგორც კი არ ანუ ეგრე იყო ჩვენც ანუ აჩვენდით და სკიტიშვილი ანუ ჩვენც მაგ დილემაში ვიყავით და დასწრების თემა იყო ეგ რა. სკიტიშვილი ერთი წლით უფროსია და просто ერთი ის იყო რომ კობის მეტ თამაში კაპიტნებდა თქო ეგ მაეჭვებდა და სამი თამაში ხო. 7-3 იყო და 9-3 გახდა ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. თბილისში დაბადებული ეს ფეხბურთელი 4-ჯერ დასახელდა საქართველოს ეროვნული ლიგის საუკეთესო მცველად, რაც რეკორდია. კარიერას ზესტაფონში დაიწყო. შემდეგ რამდენიმე ქართულ და უცხოურ გუნდში ითამაშა. 2019 წლიდან კი ბათუმის დინამოს მცველია. 2021 წელს, როცა ბათუმელებმა პირველად მოიგეს ჩემპიონატი, ის გუნდის კაპიტანი გახდა. ისმენთ? მოყვარულებმა დაასწრეს? აუ, კომბახიძე. კი ბატონო, სწორია, კი ბატონო, კომბახიძე. სწორი პასუხია. 9-5 გახდა ანგარიში. 9-5 ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. კიდე, ბიჭო, ხო. კი, ორი შეკითხვა. არა, ორი შეკითხვა კიდევ. 9-5 ანგარიში და კიდევ ორი შეკითხვა ქართული ტურიდან. შემდეგი ეს გუნდი გაიცად 90 წლის გახდება. მის ლოგოს ბურთი და ლომი ამშვენებს. და ის ბოლნიცის სიონი. ბოლნიცის სიონი, კი ბატონო, აქაც არის სადღაც. აგე რა, აქაც არის. ლოგო. პირდაპირ შეგვეხედა. სწორი პასუხია ბოლნისის სიონი და მე უნდა მეთქვა რომ ის ჩემპიონი გახდა, არ მომაყოლეთ ჩემ მშობლიურ ქალაქზე, ესე იგი რა, რაღაცეები ჩემპიონი რო გახდა და მთელი ამბავი და აქეთ იქით. მოკლედ 9-7 ანგარიში და ქართული ტურის ბოლო შეკითხვა. ამ წვრთნელს, ვინც წლების განმავლობაში მუშაობდა ერთ-ერთ იმერულ კლუბში, ორი ტიტული აქვს მოგებული. პირველი საქართველოს სუპერთასი. მისმა გუნდმა თბილისის დინამოსთან გამარჯვებით მოიგო. მეორე საქართველოს თასი კი ქუთაისის ტორპედოს დამარცხებით. მისივე ხელმძღვანელობით იმავე იმერულმა კლუბმა 22-ჯერ ითამაშა ევროპის საკლუბო ტურნირებში და ერთადერთი შეხვედრა ისმენ ქუთაისის ტორპედო. არა, მწვრთნელი უნდა გვეთქვა, მწვრთნელი უნდა გვეთქვა ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ბოლომდე
მისი ხელმძღვანელობით იმავე იმერულმა კლუბმა 22 ჯერ ითამაშა ევროპის საკლუბო ტურნირებში და ერთადერთი შეხვედრა წააგო დიდი ანგარიში. უკანასკნელი 22-ე თამაში შოტლანდიურ აბერდინთან 0-5. ხო. სამწუთნელო კარიერა მან წყალტუბოს სამგურლოში დაიწყო 1994 წელს და ბოლოს სწორედ ამ კლუბს ხელმძღვანელობდა. კი ბატონო, ძალიან კაი, სოფოიძეა და ძალიან კაი ფრაზა აქვს ნათქვამი, რომ თქვენ გაქვთ ვისკი, ჩვენ ღვინო ვნახოთ რომელი მოგვიგებთ. აბერდინთან თქვა ეგ. კი ბატონო, სოფოიძე, აი რაღაც თავიდან არასწორად ხო. მე მომიტანე. არა და კითხვაშივე იყო ტორპედო დახსენები, ხო? ხო და ხო არა ეგრევე და ამწურთნელს ეგრე დავიწყე. დასრების მომენტი. აი ასევე წინაზე აი კობახიძე უთხარი არ გავრისკეთ და ისე. კი ბატონო, ესე იგი 11-7 ანგარიში. კი ბატონო. და გადავდივართ მოდი მინდა. ბოლო რაუნდზე ქალაქობანაზე. კაი, არა უშავს. მეგობრებო, ქალაქობანა საკმაოდ ისეთი ის არის, რა ქვია, ბევრქულიანი ტურია, ასე რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ქალაქობანას პირველ რაუნდში ამოვა 100 დოლარზე და თქვენი სურვილით წერთ ნაკრებს, რომელიც უნდა იყოს FIFA-ს წევრი, კლუბს, უცხოელი ფეხბურთელი, ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი ნებისმიერი ეროვნების. მაშინ ასე ხო სტოპს, არა, დაჭერა არ გვინდა სტოპს, შეგიძლიათ დაიძახოთ და მეორე გუნდი გაჩერდება და ხო, მაინც ჯობია რომ გვიყუროთ რომ ვინმე იმ კაცი. იშავი კაცი. დავასრულოთ რა სტოპ არ თქვათ ვაფშე. კარგი, დავატრიალოთ დოლურა, ნახოთ რა არის პირველი 100. ასობგერას მაშასე. ნაკრები, კლუბი, უცხოელი ფეხბურთელი, ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. სტოპ. დაასრულა აიბერიამ თქვენს მე-4 დაწყებული ქონათ ასე რომ კი ბატონო ჩაითვლება. ვაჩვენოთ თუ შეიძლება კამერებს დააფიქსირეს კამერებმა და დავიწყოთ. ანგარიში იყო 11-7 და დავიწყოთ. ესე იგი, ნაკრები. სომალი. სომალი, საფრანგეთი. კი ბატონო. ორი არჩევანია. ორი ქულა დაგებატათ 13-9 არის ანგარიში. კლუბი. სანდერლენდი. სანდერლენდი, სალერნიტანა 15-11 ანგარიში. უცხოელი ფეხბურთელი. სავიჩევიჩი. სანიოლი. ვილის ვეცით პატევი. კი ბატონო. 17 ისე ორი ქულა და 17-13 ანგარიში ქართველი ფეხბურთელი. სირაძე. სახვაძე, სირაძე. 19-15 ანგარიში და მწვრთნელი. საკი. ხო და თქვენ ვეღარ მოასწრებთ. ვერ მოასწრებთ 19-15 იყო, ესე იგი 3 ქულა დაგემატათ და 22-15 ანგარიში. შემდეგ რაუნდში მეგობრებო, რომ ამოვა 100 უკვე თქვენით აღარ წერთ, მე ვსვავ კითხვებს და ყველა პასუხი იწყება ამ 100-ზე, როგორც 100 არ ვიცით. არა, 100 ვიცით, სამწუხაროში 100 ვიცით. ჯერ 100 ვიცით. უბრალოდ კითხვების მიხედვით წერთ ქვეყნებს. თუ შეიძლება მეორე 100 ასობგერა G. მაშასე. ნაკრები. ამ ნაკრებში ყველაზე მეტი 112 მატჩი დიდიე ოვონოს აქვს ჩატარებული. ვიცი. ამ ნაკრებში ყველაზე მეტი 112 მატჩი დიდიე ოვონოს აქვს ჩატარებული. კლუბი. ამ ბრაზილიურ კლუბს კოპა ლიბერტადორესი 3ჯერ აქვს მოგებული და ბოლოს ეს 2017 წელს შეძლო. ამ ბრაზილიურ კლუბს კოპა ლიბერტადორესი 3ჯერ აქვს მოგებული და ბოლოს ეს 2017 წელს შეძლო. უცხოელი ფეხბურთელი. 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის კარს სწორედ ეს მეკარე იცავდა. ვიცი. 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის კარს სწორედ ეს მეკარე იცავდა. ქართველი ფეხბურთელი. პოლონეთის სამგზის ჩემპიონობისთვის ბევრს არ მიუღწევია. იქამდე კი ის ბელარუსის ჩემპიონიც იყო. პოლონეთის სამგზის ჩემპიონობისთვის ბევრს არ მიუღწევია, იქამდე კი ის ბელარუსის ჩემპიონიც იყო. და მწვრთნელი. გასულ 2024 წელს UEFA-ს ევროპა ლიგა სწორედ ამ მწვრთნელმა მოიგო. 2000 რომელ? გასულ 2024 წელს, გასულ წელს. 2024 წელს UEFA-ს ევროპა ლიგა სწორედ ამ მწვრთნელმა მოიგო. სტოპ. ხო, არა, ეს სტოპ არ არის სწორი. რეფლექსი. ბატონო, ესე იგი 22-15 ანგარიში და ვიწყებთ ნაკრები, რომელშიც ყველაზე მეტი მატჩი დიდიე ოვონოს აქვს. გაბონი. უი, ბოდიში კამერებს უნდა ვაჩვენოთ. კი ბატონო. სწორად მიმანიშნეთ. გაბონი, დინამოში. კი ბატონო. დინამოში. ექიმის კალიგრაფიით დავწერე. ძალიან 22-15 იყო გაბონი, სწორი პასუხია. 23-16. წერი. ეგ იკითხება.
ბრაზილიური კლუბი, რომელმაც ლიბერტადორესის თასს საბჯერ მოიგო და ბოლოს 2017 წელი იყო. გრემიო, სწორი პასუხია და 24-17 ანგარიში. მეკარე, რომელიც არგენტინის ნაკრების კარს იცავდა 90. გოიკოეჩია სერხიო გოიკოეჩია. სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, 25-18 ანგარიში. ფეხბურთელი ქართველი, რომელმაც პოლონეთის ჩემპიონობას ლაკოგილია, ჩემი ზემლია და ყველაფერი რატო იცით თქვენ? ერთად თამაშობდით ზაურ ბულიასთან. უბრალოდ ჩემგან გოიკოეჩიასთანაც ხო არ თამაშობდით? ჩემგან ფეხბურთელი არ გამოვიდა და ლაკომ გააგზელა. კი ბატონო. ესე იგი 26-19 ანგარიში და მწვრთნელი, რომელმაც გასულ წელს ევროპა ლიგა მოიგო, გასპერინის სწორი პასუხი. მოკლედ არაფერი არ შეცვალა ამ რაუნდმა. ანგარიში გახდა 27-20, მაგრამ წინ გვაქვს კიდევ ერთი რაუნდი, ქალაქობანასი, სადაც უკვე თქვენ არიცით რა ასოზე არის კითხვები, პასუხები უпростоრად. რა თქმა უნდა, ყველა პასუხი არის ისევ ერთი და იგივე ასოზე. მე უბრალოდ ვსვავ კითხვებს და თქვენ ესეც სტოპზეა თუ აღარ არის? არა, მე ვსვავ კითხვებს დავამთავრებ, ჩაწერთ პასუხს და უკვე ხო. კი ბატონო. მაშ ასე 27-20 და ბოლო ეტაპი. ნაკრები. სანამ საბოლოოდ UEFA-ს წევრი გახდებოდა, ეს ნაკრები აზიის საფეხბურთო კონფედერაციის წევრიც იყო და ოკეანეთისაც. სანამ საბოლოოდ UEFA-ს წევრი გახდებოდა, ეს ნაკრები აზიის საფეხბურთო კონფედერაციის წევრიც იყო და ოკეანეთისაც. კლუბი. ამ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მეორე ადგილზე ალესანდრო ალტობელი, მესამეზე კი რობერტო ბონინსენია. ამ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მეორე ადგილზე ალტობელი, მესამეზე კი ბონინსენია. უცხოელი ფეხბურთელი. 2023 წლის 8 სექტემბერს სამწუხაროდ სწორედ თბილისში გახდა თავისი ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლის გატანა შეძლო. 2023 წლის 8 სექტემბერს სამწუხაროდ სწორედ თბილისში გახდა ის თავისი ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ნაკრებში გოლის გატანა შეძლო. ქართველი ფეხბურთელი. სწორედ ის იყო თბილისელთა კაპიტანი, როდესაც დინამომ პირველად მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი. სწორედ ის იყო თბილისელთა კაპიტანი, როდესაც დინამომ პირველად მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი. თბილისელთა დინამოს კაპიტანი, როდესაც პირველად მოიგო დინამომ ჩემპიონატი. და მწვრთნელი. ამ მწვრთნელმა გახადა საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონი 1984 წელს. ამ მწვრთნელმა გახადა საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონი 1984 წელს. მაშ ასე მაინც არ დავაპრიოს. ჯერ დავანახოთ. ანუ 84 წელს საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი ვინ იყო? მოიცა ჯერ დააწერა, არ დაუსრულებია თუ სტოპ. ხო, არა, ნუ ის აღარ არის. მოვჭით ხო? კი ბატონო, მოვჭით, დავასრულეთ. 27-20 იყო ანგარიში, ვაჩვენოთ თუ შეიძლება კამერებს, ძელი ვერ გაიხსენეთ, ხო? არა, ძალიან 84 წელი. დავუჭერეთ. არა, დავიწყოთ. სანამ საბოლოოდ UEFA-ს წევრი გახდებოდა, ეს ნაკრები აზიის წევრიც იყო, აზიის კონფედერაციის და ოკეანეთისაც. ისრაელი. ვერ აგიწერიათ? იაპონია. არა, ხო. ნუ იზე რო იყო მე. ხო. ისრაელის სწორი პასუხია 30-20. ამ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში ალტობელი მეორეა და ბონინსენია მესამე. სულ მაგ თამაშობდა ინტერი. ინტერი. სწორი პასუხი 31-21. სამწუხაროდ თბილისში გახდა ეს ფეხბურთელი თავისი ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე. ნუ 7 გოლი გაგვიტანა. იამალი სწორი პასუხია 32-22. იამანიძე გვიწერია. შოთა იამანიძე იყო თბილისის დინამოს კაპიტანი 1964 წელს და მწვრთნელი საფრანგეთის ნაკრების ბიჭებს არ უწერიათ თქვენ. მიშელ იდალგო სწორი პასუხია. მიშელ იდალგო სწორი პასუხია და 36-23 გამარჯვება მოიპოვა იბერიამ. გილოცავთ მეგობრებო. ბიჭებო, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან კარგი თამაშისთვის, დაძაბული თამაშისთვის. ჯერ კიდევ ბოლო იმამდე რა თქმა უნდა იყო შანსი რომ გადაგესროთ, უბრალოდ ცოტა იასობ ცოტა ავსტრალია თავიდან ხო ეგ ჩვენც გქონდა ეგ პირველი ვერსია, მაგრამ მე უკვე გაფრული ეს ტური რომ თავიდან რო არის რა ასოზეო წახვიდე, მაგიტო არის ცოტა ისეთი რა. სანამ ხელზე გადავიდოდ, მანამდე ჩავასწორებინე. მივხვდი რომ მე ხო, მივხვდი და მაგიტო არის ცოტა. აი პონტი რომ ის გაბრუნებს მე რა, ისე უეჭველი იცი მე რა. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა, კარგი თამაშისთვის, ძალიან მაგარი გუნდია, ძალიან წინვალე პირველი თამაში იყო, ძალიან კარგი მეორე თამაში იყო. წარმატებას გისურვებთ თქვენს მოყვარულთა ლიგაში და
წარმატებას გისურვებთ ჩვენ შემდეგ სეზონში. გელოდებით რა თქმა უნდა შემდეგ სეზონშიც. იმედია რომ აუცილებლად გაიმართება ფანების ლიგის შემდეგ სეზონში და იქაც გელოდებით უფრო ძალიან ძლიერი მეტოქეები არიან, დიდი ალბათობით ფინალში გავლენ და მე იქ ლეგენდებთან მოუწევთ ჭირი. ნახოთ თქვენ შაქარი. ერთი სეზონის ლეგენდა არავინ არ ხდება და შევხედოთ ლეგენდები ვინ გახდებიან. თქვენ ბიჭებო მოკლედ გილოცავთ ძალიან კარგ თამას. წარმატებას გისურვებთ რა თქმა უნდა. იბერიასაც უსურვებს წარმატებას და რა თქმა უნდა თქვენ გისურვებთ წარმატებას ფანების ლიგაში გელოდებით. ნახევარფინალში მე კიდევ ერთხელ გეტყვით რომ ჩვენი პროექტის წარდგენია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production Studio. ჩვენი სეზონის გამარჯვებული კი ზაფხულში გაემართება სლოვაკეთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების საქომაგოდ. მე სულ რამდენიმე დღით გევსდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.